სკოლაში მუშაობდი დაახლოებით 13 წელი და მიზეზი დასახელებით სულ სხვა რამ დაასახელეს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი მეუღლის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მე ფაქტიურად სკოლიდან გათავისუფლებული აღმოჩნდი. ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, ჩემი მეუღლე რომ დაფიქსირდა ქართული ოცნების მხარდამჭერად. ბოლოს რო დამიბარა და მითხრა, აი ცრემლიანი თვალებით ადამიანი კანკალებდა და მითხრა, თამრიკო დღეს შენ მესამე საყვედურს გიფორმებო. რომელიც ნიშნავდა, რა თქმა უნდა, სხვა გზა არ ქონდა, რომელიც ნიშნავდა, რომ სამი საყვედურის საფუძველზე მასწავლებელი სკოლიდან უნდა გათავისუფლებულიყო. დაახლოებით 14 მაისს გურჯაანში ჩამოვიდნენ კოალიცია ქართული ოცნებიდან ლიდერები. და მე იქ დავესწარი მოვისმინე, რომ პოლიტიკურად დევნილ ადამიანებს დახმარებას გაუწევდა ფონდი კომაგი. მივმართე ფონდ კომაგს. VTB ბანკში გავხსენი ანგარიში და ეს ანგარიშის ნომერიც მივიტანე, დაფიქსირდა იქ. და მოვიდა კიდე ჩვენი უბნის რწმუნებული და მომიტანა ეს უწყება, სადაც ნახე, რომ ვაკე საბურთალოს სამმართველოდან გამომძიებელი მიბარებდა როგორც მოწმის სახით. რა თქმა უნდა, წავედი, საათნახევარი ალბათ ადვოკატთან ერთად, საათნახევარი დაკითხვაზე ვიყავით. ისინი მეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკის მხრივ მიყავთო და აბა სად უნდა წამეყვანა ეს ჩემი საუბარი თუ არა, ეს იყო პოლიტიკური დევნა ჩემი. ჩემს სახელზე, ჩემს ანგარიშზე ვიღაც ნატალია კოზიუპამ უკრაინიდან და თვითონ ის უკრაინელიც არ არისო, რაცლაური წარმოშობის პიროვნებაო, $177 გადმოგზავნა. ჩვენ როდესაც ვთქვათ ბანკში შევამოწმოთ, არის ნული, ხო? და გამოდის, რომ ნულოვანი ანგარიში არის დაყადაღებული. რა თქმა უნდა, გამოდის, რომ ეს ფაქტიურად ასია, ნულოვანი ანგარიში. არანაირი თანხა არ არის დარიცხული. ჩვენ იმ დღისითვე წავედით ბანკში, შევამოწმეთ ეს ყველაფერი და ანგარიში იყო ნულზე. იმ დღისითვე რაღაც 2 საათის შემდეგ. იგივე საათზე მეცხრე არხზე სულ სხვა ინფორმაცია გავიდა, რეალურად რაც იყო და რუსთავი 2-ზე სულ სხვა. ესეთი შემთხვევები იყო ჩვენთან დაფიქსირებული, რომ ზოგ შემთხვევაში ანგარიშზე თანხა იყო ნამდვილად ჩარიცხული და SMS შეტყობინება მიიღეს ბანკიდან. მივიდნენ და ნამდვილად იყო თანხა, მაგრამ უთხრეს, რომ დაყადაღებულია და ვერ მოგცემთო. ერთი შემთხვევა იყო, რომ ასევე SMS-ი მიიღო კახეთში ახმეტის რაიონში პედაგოგმა და როდესაც მივიდა თანხის გამოსატანად, დახვდა ვაკე საბურთალოს რაიონის პოლიცია, რაც გაუგებარია ჩემთვის ახმეტის რაიონში, საიდან იყო და რატო იყო ვაკე საბურთალოს პოლიცია. შემდეგ ეს ქალბატონი წაიყვანეს დაკითხვაზე და ის აბსურდული სქემები და რა დაკითხვაც მიმდინარეობდა ყველასთვის ცნობილი. კვლავ გრძელდება ეს ჩარიცხვები და ველოდებით ერთი სულით, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი დახმარება ჭირდება, მათ გაეწიოთ დახმარება. თუმცა ნაწილს ეს ყადაღა ადევს და ჩვენ ამასაც ვაპირებთ, რომ საელჩოებამდე მივიტანოთ ეს ყველაფერი, ვაპირებთ ელჩებთან შეხვედრას ამ კვირაში. ასევე ვაპირებთ საპროტესტო აქციების გამართვას, რომ ხალხი ითხოვს ამას, რომ ყადაღა იქნას ახსნილი მათ ანგარიშებზე და ხალხმა მიიღოს მათი კუთვნილი